სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1982 წლის 14 აპრილს. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და აქ გავიგებთ კიდევ ბევრ რამეს, თუ რას ნიშნავს ბიბლიური მუხლების, ცალკეული მუხლების მოწყვეტა და მასზე მთელი თეოლოგიის აგება, რაც მაგალითად ეხება გარდაცვალებას და იმ მდგომარეობას, თუ სად არიან გარდაცვლილი ადამიანები. ესეც ძალიან საინტერესო არის, მოусმინოთ ჯეინი სვავს ამ კითხვას. სალამი ჯონ, მე ვარ ჯეინი და ვაპირებ რომ დავჯდე, როცა ჩემ კითხვას დავასრულებ, რადგან აქედან ამ ადგილიდან არ მესმის თქვენი ხმა კარგად. ეს ეხება სიკვდილს, ჩემი კითხვა ეხება სიკვდილს. ამ დღეებში მე უფრო მეტ დაკრძალვაზე ვიყავი, ვიდრე ქორწილებში, რადგან მე ვარ მედდა, რომელიც მუშაობს საავადმყოფოში და ძალიან ბევრჯერ ვაწყდები ადამიანთა გარდაცვალებას. და სურს ვიცოდე, რას ამბობს ბიბლია მურწმუნის ცნობიერების მდგომარეობაზე, როცა სხეულიდან გადის და სხეულს ტოვებს სული. და სად არის ის, როდესაც გარდაიცვლება ატაცებამდე, როცა მოხდება ატაცება და აღდგომა. ეს ფიქრობ ლუკას მე-16 თავიდან, როდესაც ანგელოზებს მიყავთ ეს ლაზარე და წაიყვანენ სასუფეველში და ასევე იმ მონაკვეთს ვერ ვიხსენებ მე და ვერ პოულობ, სადაც ამბობენ რომ მკვდრებმა არაფერი არ იციან. გთხოვთ ამიხსნათ ეს. ჯონ პასუხობს. ძირითადად სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თქვენ გაინტერესებთ, როცა ვინმე გარდაიცვლება, მოკვდება და ურწმუნო მოკვდება, რა ხდება და რა არის ეს შუალედური ადგილი საბოლოო აღდგომასა და გარდაცვლილებს შორის. ხო მართალია? დიახ, ატაცებასა და გარდაცვალებას შორის, დიახ ჯონ. კარგით. ახლა ატაცება ეს არის საბოლოო აღდგომის პირველი ეტაპი, გახსოვთ ხო? ამის გასაგებად საუკეთესო გზა არის, რომ ეკლესიისთვის აღდგომა ხდება, რატომ? სხეულები. სულები უკვე ღმერთთან არიან და მათი სხეულების აღდგენა ხდება. და ისინი სულები ყოველთვის ცოცხლები არიან და ამიტომ ამბობს პავლე მეორე კორინთელთა მე-5 თავში, რომ სხეულიდან არ ყოფნა ნიშნავს უფალთან ყოფნას. და ასევე ფილიპელთა 1:21 ამბობს, რომ ბევრად უკეთესია რომ წავიდე და ვიყო ქრისტესთანო. ასე რომ, როდესაც მორწმუნე გვხვდება, იესო იონეს მე-11-ში თქვა, ვისაც ჩემი სწამს, ის არასოდეს არ იქნება რა? მკვდარი. არასოდეს არ მოკვდება. ასე რომ, რეალური ადამიანი სული არასოდეს კვდება. და თქვენ ხსნაში ხდება ტრანსფორმაცია და მე მჯერა როგორც ქრისტიანი, თქვენ მარადისობის ახართ შექმნილი. და როცა თქვენ გამოსყიდული იქნით, ღმერთმა შექმნა თქვენ მარადისობისათვის. თქვენთვის სიკვდილი ნაკლებად შეცვლის რამეს, ვიდრე თქვენი მოქცევა იყო. თქვენ უბრალოდ ჩამოიფერთხავთ ამ ხორცს და ხორცი არის ის, რასაც თქვენი სული ეკიდება ამჯერად. გახსოვთ რომაელთა წერილის მე-7 თავი, რომ ეს მე კი არ ვცოდავ, არამედ ცოდვაა ჩემში, რომელიც ამას აკეთებსო. გულისხმობ მე იმას, რომ ახალი არსება აღარ ცოდავს. ეს არ არის ახალი ქმნილება, რომელიც ამას ჩადის. არა, ახალი ქმნილება მარადისობისათვის არის შექმნილი. გასულ ღამეს, წინა ღამეს, როცა ვქადაგებდი, თქვი ასეთი რამ, რომ როცა ღმერთი გამართლებს, ის უბრალოდ კი არ გაცხადებს მართლად, არამედ თქვენ მართალი ხდებით. ის გხდით, გაქცევთ უკვე მართლად. და ვიღაცამ მე წერილი მომწერა და მეკითხება, როგორ შემიძლია თქვა, რომ ის გამამართლებს. ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხდებით სრულყოფილი, თქო, მე მივწერე, სრულყოფილი. და ზუსტად ამას გულისხმობდი, თქვენ ხართ სრულყოფილი ქმნილება, ახალი ქმნილების თვალსაზრისით. ეს არის ხორცი, რომელიც გარშემორტყულია და რომელიც ცოდავს. და ახლა არ მინდა მე ჯენ დიდად ამაზე ვიფიქრო, რადგან ჩემთვისაც ბევრი რამე ესე ასახსნელად ძნელად გასაგებია. მე უბრალოდ წამს დამჯერა, რასაც ბიბლია ამბობს. ასე რომ თქვენი ახალი ქმნილება მარადისობისთვის არის მორგებული. ასე რომ როცა მოკვდებით, შენ მხოლოდ სხეულს კარგავ და მაშინვე მიდიხარ უფლის წინაშე. ფილიპელთა 1:21, მეორე კორინთელთა მე-5:7 და 8, როგორც გითხარით. ახლა თქვენი სხეული მიწაში იმყოფება ატაცებამდე. და დრო დგება, როცა განდიდებული სხეული ამ სულს შეუერთება.
ახლა მე მჯერა, როდესაც მორწმუნე კვდება, დროის ამ მომენტში ის მყისიერად მიმეორებ იმავე წამს მარადიულად მიდის იესო ქრისტეს თანდასწრებით. ამათ შუაში მოსაცდელი ადგილი არ არსებობს. ახლა მჯერა, როდესაც ურწმუნო კვდება, ის მიდის დასჯის ადგილას. ის მიდის უხთო ადგილას, რადგან როცა მდიდარი მოკვდა, გახსოვთ, ის ტანჯვაში იმყოფება და ეხვეწება, ხომ? აბრაამს რომ გაგზავნოს ვინმე რომ თითი წყალში იმასაკნას ჩაასველონ და ენა გამიგრილოსო. ღმერთს ეხვეწება რომ აბრაამა გააკეთოს, რადგან ამ ცეცხლში ვიტანჯები. ახლა საბოლოოდ ის ადამიანი მერე ბოლოსში, ხო? გამოიყვანება საფლავიდან 1000 წლეულის ბოლოს, უხთო დიდ ტახტთან და რომელიც აღწერილია გამოცხადებაში და იმ მომენტში გაგზავნილი იქნება მერე განსასჯელის შემდეგ, როცა გაასამართლებენ საქმეების მიხედვით საბოლოო ადგილზე ცეცხლის ტბაში, რომელიც იწვის სამუდამოდ და სადაც უკვე არიან და მოექცევიან 1000 წლეულამდე ანტიქრისტე და ცრუ წინასწარმეტყველი, ხოლო სატანა საბოლოოდ ჩავარდება ასევე იქ. მაგრამ ეს ცეცხლის ტბა, რომელიც სამუდამოდ იწვის, ცოტა განსხვავებულია იმისგან, ვიდრე ეხლა არის ურწმუნო ადამიანები, სადაც არიან ისინი და სადაც ის მდიდარი იმყოფება, ხომ? და ეს ძალიან გავს იმ ადამიანს, რომელიც ჩაიდეს დანაშაულს, აი მაგალითად კვლელობას, ხო? პოლიციელები დააკავებენ მას და ჩასვამენ ციხეში. ხო მართალია? ისინი ციხეში აჩერებენ მას სასამართლო პროცესამდე. მერე მიყავთ სასამართლოში, გაასამართლებენ საბოლოოდ და დააბრუნებენ ისევ უკვე უფრო საშინელ და მარადიულ ციხეში. აქაც იგივე სიტუაციაა. და აუდიტორიდან ჯენი იგივეს ეხოწება. რაც შეეხება იმ პასაჟს, მე რომ გითხარით, სადაც ნათქვამია რომ მკვდრებმა არაფერი არ იციან და არ ვიცი სად არის. და ჯონი პასუხობს: "დიახ, ძველ აღთქმაში არის ამ ზემოქმედების მონაკვეთი, მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ მკვდრები მოწყვეტილია ყველაფრისაგან, რაც ხდება ცხოვრებაში." და მე მოვიძიე ეს ადგილი, ბატონმა ჯონიმ არ დაასახელა, მე მოვიძიე, არ მახსოვდა პირადად, მაგრამ მახსოვდა ეს ადგილი, მაგრამ არ მახსოვდა სად იყო. ამიტომაც გვეხმარება ხო ჩვენ ეს წყაროები, მოვიძიე, ეს არის ეკლესიასტეს 9 თავი და მეხუთე მუხლში. რამე თუ იციან ცოცხლებმა, რომ მოკვდებიან. მკვდრებმა კი აღარაფერი იციან და არც არა გასამრჯელო აქვთ, ვინაიდან დავიწყებულია მათი სახსენებელი. აი ეს იყო მე რაც მოვიძიე, შეიძლება სხვაც იყოს, მე აღარ მომიძებნია დეტალურად. უბრალოდ პირველი რაც ამომიგდო, ეს ახლოს იყო ამ განცხადებასთან, რაც ქალბატონმა თქვა და ჯონმა თქვა. და ჯონ მაკარტური აგზელებს და აქ მუხლში სულის ძილზე არანაირად არ არის საუბარი. თუ ვინმე აგებს აქედან თქოს და სულს ძინავს და არაფერი არ გაეგებათ, ეს არანაირად სწორი არ არის, იმიტომ რომ ლუკას სახარება საპირისპიროს გვიდასტურებს. აქ არ არის საუბარი განადგურებაზე, არარსებობაზე, ან გასვლაზე არსებობიდან. უბრალოდ ცხადია, რომ როცა ვინმე კვდება და მე მახსენდება ახლა, როცა პატარა ვიყავი ფილადელფიაში, მართლა სასაცილო ჩვეულება ქონდათ ხოლმე, არ ვიცი, ზოგიერთმა თქვენმა შეიძლება იცოდეს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ მართლმადიდებლები და ქართველები სვამ სივრცეში გავიზარდეთ, მაგრამ ეხლა უკვე ცოტა სხვანაირი სისტემა შეიცვალა, მე მგონი თვით საქართველოშიც, ხო? როდესაც ვინმე გარდაიცვლებოდა, ისინი ამას მისაღებში გააჩერებდნენ რამდენიმე კვირა. რამდენიმე კვირა არ ვაჭარბებ. სანამდე არ მოვიდოდნენ ხალხი მისასამძიმრებლად. და რაღაცა თითქოს და ეს იყო რაღაცა აღლუმივით, ხომ? და თქვენ ზიხართ და ცდილობთ რომ ჩვეულებრივად იცხოვროთ, თან უყურებთ და მკვდარი ალბერტი მე მართალი არ ხუმრობ ამაზე, 2 კვირა ყავდა ბიძია ჯო მისაღებში. კუბოში იწვა თავის საუკეთესო კოსტუმი და მთელი რაღაცა მაკიაჟებით მიშტერებოდა ჭერს. და მან არ იცოდა რა ხდებოდა. და ადამიანური თვალსაზრისით არის ეს დანახული, რასაც სოლომონი გვეუბნება. ადამიანური თვალსაზრისით მან არაფერი არ იცოდა. და თქვენ არ გინდათ აიღოთ ეს განცხადება, ეს რაღაცა პატარა მუხლი და ამაზე აწყოთ მთელი თეოლოგია, რომ თითქოს ამ მკვდრებმა არაფერი არ იციან. და ეს იყო დიდი რაღაცა საღვთის მეტყველო ყოვლისმოცველი განცხადება. თითქოს და არაფერის ცოდნაზე, ხო? და მიძინება თითქოს და ძინავთ. ეს უბრალოდ ნიშნავთ, როცა მკვდარი ხარ, შენ ვერ ითამაშებ კარტს, ვერ უყურებ ტელევიზორს, არ იცი რა ხდება შენს ირგვლივ. გესმით, როცა უყურებ ამ გარდაცვლილი სხეულს, ხო? ვერ კითხულობ და ეს ყველაფერი.
მაგრამ ის სული სად არის და რა მდგომარეობაშია, ჩვენ ამას ვერ ხედავთ. და ადამიანები ასკვნიან, როცა ამას უყურებენ და აქედან იყო ეს დასკვნა ადამიანური, რასაც უყურებ შენ, მისი სხეული რა დღეში არის, ხო? ასე რომ ვფიქრობ, თქვენ უნდა მიიღოთ ეს იმ გაგებით, რომ ეს ნიშნავს, რომ ისინი მოწყոտილი არიან მიწიერ საქმიანობასთან, ცხოვრებისეული ცოდნით. გასაგებია? დიახ, ახლა გავიგე ჯონ, მადლობა პასუხისათვის.